დღის ამბები ბრუნდება კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენ გავათავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგან. ეს არის შალვა ნათელაშვილის სიტყვები. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ხელისუფლებას საბანკო რეფორმის გატარება მოსთხოვა. მოდით მოვისმინოთ კომენტარი და შემდეგ შალვა ნათელაშვილთან ერთად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. აუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაგროვილი საურავების და ჯარიმების ჩამოწერა, პროცენტების განულება და განახევრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება სწორედ ქვეყნის გადარჩენა და ამ მთავრობის გადარჩენა პირველ რიგში. თუ ესენი არ გაატარებენ ამ რეფორმას, გავატარებთ ჩვენ და გავანთავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისა და მძარცველებისგან. მივესალმები ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს. საღამომშვიდობისა ბატონ შალვა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა თქვენ. ბატონ შალვა, მოდით დავიწყოთ საბანკო სისტემაზე საუბარი. თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი საურავებისა და ჯარიმების ჩამოწერა უნდა მოხდეს, პროცენტების განულება და განახევრება, რა საკანონმდებლო ნორმების მიხედვით უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ასეთი ზომები, რომელ კონკრეტულ კანონებს უნდა დაეყრდნოს? იმ კანონებით ვახო, რომელი კანონებიც მათ შეცვალეს, საკუთარ ტყავზე მოირგეს, მოთავსდნენ პარლამენტებში, მთავრობებში, სამინისტროებში, ჩაიგდეს ხელში ქვეყნის უძრავ-მოძრავი ქონება და თითოეული მისი მოქალაქე, ეს ყველაფერი მათ გააკეთეს საკანონმდებლო ცვლილებების გზით. ანუ დაწერეს ისეთი ნორმები, რომელიც აწყობდა მათ ბიზნეს ინტერესებს. შესაბამისად, დღეს თუ სურთ მათ რომ გამოვიდნენ აი ასეთი ფორს-მაჟორული ვითარებიდან, რაშიც შეიყვანეს ქვეყანა და საკუთარი თავიც, რამდენად გრძნობენ ამას მე ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, მე მგონი უნდა იგრძნონ, იმიტომ რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ცხოველებს აქვს და ეხლა მე მგონი ბანკირები ამისგან გაცლილი ამ გრძნობისგან არ უნდა იყვნენ. ხვდებიან ალბათ რომ სიტუაცია არის ფეთქებადი, სიტუაცია არის გამოუვალი, დღეს რომ გააცოცხლა ალექსანდრე დიუმა და ამოგზაურა საქართველოში და დროის მანქანა რომ არსებობდეს, ის უკვე დაწერდა არა მარტო რომ პირმშვენიერნი არიან ქართველი და ლამაზნი და სხვა. არამედ იტყოდა რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც დაყოფილია მევალეებად და მოვალეებად. ეს არის ქვეყანა ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც ბანკირებად და მათგან მძევლად დაყვანილ მოსახლეობად იყოფა. ის იტყოდა რომ ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპასა და დედამიწის ზურგზე, სადაც 3 და 4% დაწესებული იპოთეკურ თუ სამომხმარებლო კრედიტებზე. მოგეხსენებათ 4-6%-ზე მეტი არც ევროპაში და არც დანარჩენ მსოფლიოში საბანკო კრედიტი არ არის და აი ახლა მე რო თქვენთან მოვდიოდი ჩართვის წინ წამოგიღეთ მონაცემები, რა ხდება საქართველოში. ეს არის უკვე ყოველგვარ საზღვარს გადასვლა. აგერ ონლაინ სესხები, აქაც გადიოდა თქვენთან რეკლამა ერთ-ერთი კომპანიის, ეს ონლაინ სესხები და ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ ლომბარდები არიან აი ამ ცნობილი ყაჩაღი ბანკების შვილობილი სტრუქტურები. ეს ბანკები ვერ გაძღნენ უშუალოდ ხალხის ძარცვით და იბარტყეს, ასე რომ ვთქვათ, და გაჯდნენ აი ამ სტრუქტურებში, რომ ბოლო კაპიკი ამოაცალონ მათგან გამწარებულ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ ხალხს. ანუ მათი უმწევნო მდგომარეობით ისარგებლონ და კარგადაც სარგებლობენ. აგერ ნახე, სხვადასხვა ყველაზე მეტი ქართულ ბანკის ყოფილა აი ეს ორგანიზაციები. ანუ ბიძინა ივანიშვილის. ეხლა თქვენ ალბათ უკვე დაიჯერებთ ამას, ვისაც არ ჯეროდა, როცა ნახეთ 2 ხის გამო რა ამბავი დააწია საქართველოს. 2 ხის გადაგვის გამო პირადად რო ჩავარდა ქვეყნის ფაქტობრივი პოლიტიკური ლიდერი და იქ რომ ბოლომდე იბრძოლა იმ 2 ხის დასათრევად. რას გააკეთებს ქვეყნის დასათრევად? ხო წარმოგიდგენთ ეს პიროვნება? აგერ ვივუს G 450% ონლაინ სესხი. ნეტკრედიტ G 724%, კოლიან G 734%, მონემან G 759% და კრედიტორ G 862%. ხალხო, ეს არის უკვე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში ამაღავე იქნებოდნენ დაპატიმრებულნი აი ამ საკანონმდებლო ორგანიზაციების. თქვენ ამბობთ რომ საბანკო სისტემა და მათ ზუგს უკან მდგომი პირები. ბატონ შალვა, თქვენ ამბობთ რომ საბანკო სისტემა ონლაინ ასე ვთქვათ კრედიტის გამცემი კომპანიები და ხელისუფლება არიან შეკრული და ესე იგი მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ამბობთ თქვენ. აი რა შეთანხმებასთან გვაქვს საქმე? შეგიძლიათ დაგვისამბობ ამას. ეს შიშველი ფაქტები, ეს რეალური ფაქტებია. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკან დგანან ჩვეულებრივი მტაცებელი ბანკები, რომელთა სათავეში გახლავან ბატონი ივანიშვილი, ქართულ ბანკი,
ბატონი ხაზარაძე TBC ბანკი, ბატონი გილაური საქართველოს ბანკი, ბატონი პაპაშვილი რესპუბლიკა ბანკი, ბატონი ბუკია ფინკა ბანკი და ასე შემდეგ. მათგან არის ესენი, აი როგორც დიდი სოკო ამოიყრის პატარა სოკოებს ან თქვათ ხე ამოიყრის ყლორტებს თავის ძირში, ასე ამოყარეს ეს ორგანიზაციები, რომ თუ ვინმე დარჩა სავალო კაბალაში გაუბმელი, ისაც მოაქციონან თავიანთ ბადეში და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რომელიც დღეს ბატონ შალვა, აი თქვენ ხარ პოლიტიკოსი და გაქვთ განვაცხადეთ სურვილი რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. აი, როდესაც თქვათ საბანკო სისტემაზე საუბრობთ, როდესაც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ონლაინ კომპანიებზე საუბრობთ, არ ხედავთ საფრთხეს, რომ მთლიანად ბიზნესის მხრიდან იქნეთ აღქმული როგორც საფრთხე? მე გეტყვით ბატონო ახო მაგ კითხვაზე აბსოლუტურად ადეკვატურ პასუხს ბიზნესის სახელით. ბიზნესიც გაანადგურეს მოსახლეობასთან ერთად აი ამ ბანკებმა. ისინი მუშაობენ არა იმ მიმართულებით, რომ ბიზნესი განვითარდეს, არა იმ მიმართულებით, რომ რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ ვალების, ხელი შეუწყონ, ბიზნეს გეგმები შეუდგინონ, შეღავათები მისცენ, არამედ მუშაობენ განსაკუთრებულად ამ ორგანიზაციების, რომ გააკოტრონ და ხელში ჩაიგდონ მე და გადააქციონ ბანკის ფილიალად და საკუთარ წარმოებად. იგივე TBC ბანკი, რომელიც შენობაში არის განლაგებული სათაო ოფისი, თქვენ პატარა ხართ, არ გეხსოვებათ ჩემი ბავშვობის დროს იქ შესვლა იყო და ჩემი თაობისთვის ოცნება, იმიტომ რომ იყიდებოდა უამრავი საინტერესო სათამაშოებიდან დაწყებული რადიოტექნიკა და ყველაფერი იყო დიდი უნივერმაღი, ცნობილი ისტორიული ტრადიციული, სადაც ხშირად შეხვდებოდით იქ მარჯანიშვილის თეატრის სახელოვან მსახიობ ვასო გოძიაშვილს, სესილია თაღაიშვილს, შემოივლიდან ხოლმე იქ შესვენებას დასათვალიერებლად და ისტორიული ადგილი იყო. აიღო $800,000 კრედიტი ამ უნივერმაღის 800 კაციანმა კოლექტივმა TBC ბანკიდან. გააკოტრა TBC ბანკმა და გააკოტრებულ ორგანიზაციას წაართვა ისტორიული კლასიკური შენობა, სადაც დღეს განიცვენებს ბატონი ხაზარაძის გვამი და სხვა ძვირფასი გვამები. შესაბამისად, აი ეს არის კლასიკური სქემა ბიზნესის მიმართ, რომ ბიზნესის განვითარებას მათ ურჩევნიათ საკუთარი საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ და საკუთარი ბონუსების რაოდენობა გახადონ მილიონები. თქვენ იცით, რამდენს იღებენ პრემიებს ამ საბანკის ერთ წუთის საინტერესო რამის გეუბნებით. ამ ბანკის ხელმძღვანელები და სამეთვალყურო საბჭო და მენეჯერები რამდენს იღებენ პრემიებს, თქვენ იცით თუ არა? აი იმ ფონზე პარლამენტის და მინისტრების პრემიები, თუმცა მინისტრების იგივე ბანკირებია, არარაობა ჩანს. 20 მილიონი, 5 მილიონი, 15 მილიონი მოითხოვეთ, გახსნა ბონუსების რვეული ჟურნალი თუ ის დოკუმენტაცია ფანტასტიკურ ციფრებზე გავალთ. ამერიკაში იპოთეკური კრიზისი როგორ განმუხტა ობამას ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და ლამის მსოფლიო დეპრესია იწყებოდა იპოთეკური კრიზისის გამო. გაირკვა რომ იქაც აი ეს ბანკირები და მათი მადა თითქმის ეროვნების მიუხედავად ერთ-ერთია ყველგან როგორც ჩანს ეს ბანკირები 100 მილიონს 200 მილიონს იწერდნენ საკუთარ ბონუსებად. აუკრძალა ამერიკის მთავრობამ კანონმდებლობით ამხელა პრემიების აღება. აუკრძალა იქ ზოგიერთი ბანკი საერთოდ გამოისყიდა, გააკეთა ლამის პრივატიზაცია ამერიკული ბანკების და ჩაერა იპოთეკურმა კრიზისმა. თუ ეხლა საბანკო რეფორმა არ გატარდა, თუ მევალეებს არ გაუნულებენ იმ დავალიანებას, რომელიც წარმოვიშვა არა მევალეების ბრალით, არამედ ლარის ხელოვნური გაუფასურების შედეგად. ეს ხელოვნური გაუფასურება აწყობდა ივანიშვილსა და ამ ბანკირებს, რომ მილიარდები ამოეღოთ კიდე. მილიარდი მოგებებიან. მარტო ერთი წუთით. მარტო ქართულ ბანკმა 1750% მოგება მიიღო აი ამ ლარის გაუფასურების შედეგად. ბატონ შალვა, შეკითხვა მინდა. მე როდესაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არა, მე თუ არ ჩამოვთვლი ამ რეფორმის პუნქტებს, ვერაფერს ვერ გაიგებს. კი, გეტყვით და შეგიძლიათ ესეც ჩამოთვალოთ. აი მე როდესაც გეკითხებით, რომ აი რასაც თქვენ ამბობთ, ეს შესაძლოა ბიზნესის მხრიდან, მთლიანად ბიზნესის მხრიდან აღქმული იყოს როგორც საფრთხე, რომ მას ებრძვის. გამორიცხულია ბიზნესის მაგჭობელა დღეს არის ბანკები. ესაუბრებით თუ არა ბიზნესმენებს? აი თქვენ ბანკებია ჩვენი ბიზნესის მაგჭობელა. არიან თუ არა ბიზნესმენები დღეს საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ რომ თქვენ დაგაფინანსონ? აი ამაზე თუ ესაუბრებით ბიზნესმენებს ამ საკითხს?
რომელი ბიზნესმენი დაგვაფინანსებს ჩვენ 20 წელი აი ოფისში ვზივარ და ამ ქუჩაზე არ გამოუვლია ბიზნესმენს ღვთის ანაბარა ვარ და ღმერთის იმედზე ვარ და კი გვაბრალებენ 1000 და უბედურობას რომ მილიონები ვიშოვეთ თურმე აქ სააკაშვილთან გარიგებით შევარდნაძესთან გარიგებით ეხლა მარი ალბათ ივანიშვილთან გარიგებასაც დაგწამებენ ეს ცოდვა მათ კისერზე იყოს და უფალი აპატიებს როცა აუდენცია შედგება მათი უფალთან თუ მივიდნენ უფლამდე რა თქმა უნდა ამის ავტორები მაგრამ ფაქტი ერთია რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს და ხვალაც არ იარსებებს თუ საბანკო რეფორმა არ გავატარეთ და ეს რეფორმა გულისხმობს რაც მე მოგახსენეთ ამ საურავების და ამ ჯარიმების და ამ პროცენტების განულებას გუშინ დააკეთა ეს აზერბაიჯანის ბანკებმა. როგორც კი წავიდა მანათის ინფლაცია, რა დააკეთა აზერბაიჯანის საბანკო სისტემამ? თავრობის დავალებით გაანულა პროცენტები. ხალხი გამოსული იყო ქუჩაში, განჯაში, ბაქოში, მღელვარებები იყო დაწყებული და ჩაცხრა ყველაფერი, იმიტომ რომ მიხვდა მთავრობა რომ მისი ბრალი და მისი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეროვნული ვალუტის რყევა ხალხის ბრალი არ იყო და დაიცვა თავისი ხალხი და ის ხალხიც ამას დაუფასებს ბუნებრივად და რო უკვე მე რომ ისე ირჩევენ და ირჩევენ ალიევსო ამიტომ ირჩევენ რომ მართალია ის კაცი დიქტატორია ბუნებრივია საოჯახო მაგრამ ის ხალხის ინტერესებზე მუშაობს ეხლა გინდა ესე თქვი და გინდა ესე თქვი ესენი დიქტატორებიც არიან და ხალხის მახრჩობელებიც არიან ეს ხო ფაქტია ხალხო ორი უბედურება ქვის დიქტატურა და მახრჩობელებს ანაკონდას ნაირი სახეობა რომელიც შემოვიდა ჭორვილადან და გადმოძრა ესე სოლაგზე და გადაძრა ეხლა ზღვისკენ ნუ მოკლედ ეს აღარ გვინდა ეხლა გადავიდე ისედაც საკმარისი პოლიტიკური განათლება მივიღეთ ამ სფეროში ბატონო ბიძინასაგან ამიტომ ესე იგი უნდა წავიდეს რეფორმა შემდეგი მიმართულებებით. უნდა იკრძალოს ბინიდან გამოსახლება მევალის. თუ ვერ გადაიხადა ბინა და თუ მას ერთადერთი ბინა აქვს. ის არ შეიძლება გადაიქცეს ბომჟად. არ შეიძლება გადავიდეს ივანიშვილის აშენებული მოსკოვის პროსპექტზე კარავში. კომუნისტების დროსაც კი კონფისკაციის დროს იკრძალებოდა ერთადერთი სახლის ჩამორთმევა, ერთადერთი ნივთის ჩამორთმევა. ეს არის გარდაულად გასაკეთებელი საკანონმდებლო დონეზე. ახლა ამას მარტო დაგიგებია ბატონ შალვა, მინდა რომ მოვასწროთ უკვე პოლიტიკურ საკითხებზე. ერთი წამი ვახო პოლიტიკამდე ეს თავარი პოლიტიკა აქედან იწყება აუცილებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის მიერ 3% კრედიტის მაქსიმალური ზღვარი ეს იყო 2007 წლამდე სამოქალაქო კანონმდებლობაში შემდეგ გამოუღიათ და აგერ ავედით 870%-იან სესხებზე უნდა დადგინდეს ზედა ზღვარი ეს უნდა იყოს 4-6% არც ერთ შემთხვევაში მეტი რომელი ბანკიც ამაზე მეც მოიდომებს ის უნდა გამოსაგებია ბატონ შალვა გასაგებია შეკითხვა მაქვს და განთავისუფლდეს ქვეყანა ასეთი პარაზიტებისგან ეს რაც შეეხებოდა ბანკებს შეკითხვა მაქვს ასევე ბანკები მოვჩით თქვენი გეგმით თუ როგორ არის ბატონ შალვა დრო საერთო დრო ბევრი არ გვაქვს ისტორიულ პრეცედენტს მოკლედ გითხარით მაშინ და მინდა სხვა საკითხებზე დაგისვათ შეკითხვა მე გელოდე თქვენ ძალიან დიდი ხანი ასე კი და გაძლევთ ამ დროს გაძლევთ რაზეც შეთანხმებული ვიყავით ამ დროს გაძლევთ უბრალოდ დაასრულეთ თუ კი რაიმე მაგალითის თქმა გსურთ და შემდეგ დაგისვამთ უკვე არჩევნებთან დაკავშირებით მაგ შეკითხვა ბანკებთან დაკავშირებით ხო დიახ კი ბატონო ბანკებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა დროის სიმცირის გამო მე შემიძლია გითხრათ კიდევ ის რომ ერთადერთი სახელმწიფო ვართ რომელსაც ბანკირები მართავენ დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ რომელსაც 6 პრემიერ-მინისტრი მინიმუმ ბანკირი ხავდა ესენი იყვნენ ნოღაიდელი ეს იყო გილაური ეს იყო გურგენიძე ეს გახდათ ღარიბაშვილი ეს გახდათ ივანიშვილი და კვირიკაშვილის ქართულ ბანკის და ჩხარკიშვილის გამოცდილი სუბიექტია და ალბათ უნდა გაგცეს მან პასუხი როგორ აორთქლეს ჩვენი ანაბრები 90-იან წლებში რის შემდეგაც ბატონი კვირიკაშვილი პრემიერად მოგვევლინა და ბატონი ჩხარტიშვილი წამოწევლილია ლონდონში ციხესიმაგრეში და იქიდან ალბათ კარგად სიცილით ხვდება ჩვენს ამ მოთხმაზე და გოდებაზე ხო სასწაული ამბავია სასწაული ქვეყანა ვართ თუ მოიპარავ მილიონებს ხდები ხელშეუხებელი მინისტრი პრეზიდენტი დეპუტატი თუ ცოტა მოიპარე დაგიჭერენ ესე იგი რა სისტემა ავაჩენეთ ჩვენ საინტერესოა ხო აი ბანკების მაგალითზე ჩანს შესაბამისად ჩვენ უნდა განთავისუფლდეთ საბანკო დიქტატურისგან იმისათვის რომ მოხდეს საბანკო დიქტატურისგან განთავისუფლება არ უნდა დაუშვათ ბანკირების ხელისუფლებაში მოსვლა. ესენი უნდა გავრეკოთ თავრობიდან, უნდა გავრეკოთ პოლიტიკიდან, პოლიტიკა უნდა იყოს ბანკირების. გასაგებია ბატონ შალვა, ახლა რა შეეხება აი მე დადგება ქვეყანა რა შეეხება საარჩევნო საკითხებს, ამაზე აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება. დღევანდელი საარჩევნო გარემო, საარჩევნო ვითარება, საუბარი იმაზე რომ უნდა იყვნენ თუ არა მაჟორიტარები და შემდეგ როგორც ჩანს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ მიღებულია და ჩატარდება მაჟორიტარულ პროპორციული სისტემით.
მე მაინტერესებს როგორ ხედავთ თქვენ არჩევნების შემდგომ დღეებს საქართველოში. იქნება თუ არა სრული კონსენსუსი ოპოზიციის ლეგიტიმაციის კუთხით ამ არჩევნების. დღეს კონსენსუსი არ არის საარჩევნო კოდექსში. აი სწორედ ისევ იმ თემასთან დავბრუნდით, ხო, რაზეც საუბრობდით. ეს მაჟორიტარული სისტემა რატო დაიტოვეს? აი ეს ბანკირები და მილიონერები რომ შეძრენ პარლამენტში. მაჟორიტარიზმი არის ხრელი, საიდანაც ყველა ბიუჯეტის ვირთხა მიიპარება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, რათა კანონმდებლობა მოარგოს საკუთარ ბიზნესს, საკუთარ ბანკს და საკუთარ ტყავს. თქვენ ახავთ ახლა თუ შენარჩუნა ჯერ კიდევ საკითხავია, მე ახლა ამერიკაში მაქვს ვიზიტი და ამათ შავდღეს დავაყრე, იქიდანაც და საერთო ბრძოლას გავაგრძელებ. საკითხავია, ესენი შეინარჩუნებენ თუ არა მაჟორიტარულ სისტემას და თუ შეინარჩუნებენ, როგორ ამოუვათ მწარე ძვრას სხვირიდან შემოდგომაზე, ამას ნახავენ არჩევნების მეორე დღეს, მაგრამ არის რა. აი ახლა როგორც კი თქვა შენარჩუნდა ეს სისტემა, გავარდებიან რეგიონებში გოგილი პარტელიანი ნავთობმაფიოზა იყრისკენ სვანეთში ჩამოურგებს იქ ფულებს როგორც ხდება ხოლმე, გავარდება თქვა ეს ბეჟუაშვილი თეთრი წყაროში ჩამოარიგებს ამ ფულებს იმისათვის რომ ერთი თვე ან რამდენიმე დღე ელექტორატმა პური ჭამოს და მე რომ შიერები იქნებიან არ დაინტერესდება, გავარდება თოფაძე იქ კახეთში მამულები და ესენი რომ იცეს დიდი მასა მე ვენახესავით იქით გადაყრით ამ ფულს, გავარდება ტყემალაძე გავარდება ეს კოხოზე ანუ თქვენ ამბობთ რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებს მოიგებს გავარდება ეს ისა რა ქვია ბოლინსის ის რო არის დეპუტატი ოქროს საბადოს მფლობელი ბოლინში იქ იყრისკენს მოკლედ იმედი აქვს რომ ამ მაჟორიტარული სისტემით იყიდიან კვლავ ამ მომრჩეველს მოვლენ ხელისუფლებაში რათა კიდევ ტყვეობაში გვაცხოვრონ მომდევნო 4 წელიწადი ამისთვის შეიძლება მაჟორიტარული სისტემა თორემ თვითონ ბატონ ივანიშვილს კარგად ესმის ამ სისტემის სიმახინჯეები და ერთადერთი რაშიც მე მას დავეთანხმე მოსulis პირველ დღეებში იყო ამ პიროვნების განცხადება რომ მაჟორიტარები უნდა მოვიცილოთ ისინი არიან იგივე ფეოდალებიო მაგრამ მეორე დღეს როგორც ჩვევია ანაბრების შემცირების საკითხში იპოთეკით დაზარალებულების საკითხში პროცენტების შემცირების საკითხში რომ და ტარიფების შემცირების საკითხზე რო გითხრა რომ მე ეგრე არ მithქვი არ დაგპირები ვარ თუ ანუ ან მარტო ერთხელ თქვი ეგავ ესე იგი ერთხელ თუ თქვა კაცმა სიტყვა ის სიტყვა არ არის ეს ახალი ასე ინსტიტუტია ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ამ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში თუ შეიძლება ასე ეწოდოს პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი ბიბლია იწყება ასე და ივანიშვილის აზრით პირველი სიტყვა არ არის სიტყვა ალბათ უნდა ძევლად აიყვანო ან რაღაცა ნოტარიუსი მიუყვანო თუ რაც გულისხმობს მე არ ვიცი შესაბამისად აი ეს მაჟორიტარული სისტემა სჭირდებათ იმისათვის რომ ოლიგარქია შენარჩუნდეს ხელისუფლების უმაღლეს ინსტიტუტებში და ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ეს კრედიტები თუ არის 800% გახდება 1000% და მოკლედ თუ ეს რეფორმა ამ ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში და კვირებში არ გაატარა მოხდება ის, რასაც ამბობდა რუსეთის მართლა ისტორიული იმპერატორი ალექსანდრე მეორე, როდესაც აუქმებდა ბატონყმობას ამ უზარმაზარ იმპერიაში. მან განაცხადა ისტორიული სიტყვები: თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ზევიდან, ამას ხალხი გააკეთებს ქვევიდან. თუ ესენი არ გააკეთებენ ამას ზევიდან, ჩვენ გავაკეთებთ ამას ქვევიდან. თუ სწორად მივხვდით მეც და შესაძლოა მაყურებელიც, საბანკო თემატიკა იქნება შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტული პარტიის მთავარი ლოზუნგი არჩევნებზე გასასვლელად. ასეა? ჩვენი თემატიკა იქნება 10 მილიონერი პოლიტიკაში, ვახო. სადაც პირველ რიგში ბანკირები შედიან, რა თქმა უნდა, სხვა მილიონერებთან ერთად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს შალვა ნათელაშვილი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგან უნდა გათავისუფლდესო. ესეთი იყო ზუსტად ციტატა. ჩვენ გვაქვს თუ არა შესაძლებლობა პირდაპირ ჩართვის კიდევ ერთ თემაზე ცნობილი ხდება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარის როლის შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი პირების ვინაობა. ესენი არიან ძმები ზურაბ და გია ბერიშვილები. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ლიკა ბეკურაშვილი, რომელიც ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფება. ლიკა, რა დამატებითი დეტალების მოყოლა შეგიძლია ამ საქმესთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მაყურებლისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდეს რა მოხდა ადგილზე.
დიახ, ვახავთ, მე ხლა ვიმყოფები ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც გადმოსვენებული არის 59 წლის მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცი თავდაპირველად საავადმყოფო ლანცეტში იქნა გადაყვანილი, თუმცა როგორც მორიგე ექიმი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდგომ გადმოსვენეს ის უკვე ექსპერტიზაზე, რაც შეეხება გარდაცვლილის ძმას, რომელიც ასევე ამ შემთხვევის დროს თავდასხმის დროს იმყოფებოდა ბენზინგასამართ სადგურზე, ის დაჭრილი არის და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არის გადაყვანილი. როგორც ექიმები აცხადებენ, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ წუთებში მისი მდგომარეობა არის სტაბილური. აბა ძმები იყვნენ და მეორე ადამიანი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, დამოკმაყოფილებელია, ჩაუტარდა წვივის არეში არსებული ჭრილობის დამუშავება, დაედო თაბაშირი იმობილიზაციის მიზნით, მარცხენა მტევნის იმობილიზაცია ჩატარდა ასევე თაბაშირით, თავის არეში არსებული ჭრილობები დამუშავდა და გაიკერა. სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა გვამი, ტყის ცხელი იარაღით დაჭრილი იყო ადამიანი, როგორც შემდეგ გამოირკვა იყო ბერიშვილი გვარად 59 წლის დაჭრეს ავტოგასამართ სადგურ, ბენზოგასამართ სადგურზე. გვამი იყო, ამიტომ ჩვენთან არ მომხდარა მისი დათვალიერება, ჰქონდა 3 ჭრილობა, 2 ერთი გულში, ერთი მხარში და ერთი მუცელში, როგორც დაცვამ თქვა, მე არ მინახავს ეს პაციენტი. შემთხვევა, როგორც უკვე გითხარით, დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. როგორც ცნობილი არის, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებს ძმებს თავს დაესხა 5 შეიარაღებული პირი. აქედან ერთის დაკავება მოახერხეს სამართალდამცავებმა. მოვიდიოდი გზაზე და სროლები იყო, მეგონა ხლაპუშკები ისროდნენ რაღაცა, მაგრამ არ მომხდარა თურმე და გამოვსდა რომ სინამდვილეში გაისროლეს თოფით და მოხდა მსხვერპლის და დაიჭრა, სიკვდილის პირას იყო, თითქმის სისხლი დაინცლებოდა ის კაცი, მეორეც დაჭრილი იყო ფეხზე ცოტათი და წაიყვანეს ისიც ორივეს. მე და ის მე პატრონები ვიყავით ერთად მთელი დღის განმავლობაში პაშტი რაღაც. აი ამ ობიექტის წარმომადგენელი ვინც იყო. ზურა. რაღაც საქმიანობას ვაპირებდით ერთად და არ ვიცი მე შიგნით ვიყავი ხმა რო გავიგე რო გამოვედი უკვე დარბოდნენ, მირბოდნენ, მისდევდა პატრულის თანამშრომლები. ადგილზე დღეს ასევე იმყოფებოდა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი. ამ დროისთვის საქმე აღძრული არის 100 მუხლით განძრახ მკვლელობის ფაქტზე. ეს იყო ლიკა ბეკურაშვილი. ლიკა, დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. თქვენ რამდენიმე წუთში ნინო ჟიჟილაშვილს შეხვდებით სტუმრებთან ერთად, მე კი ტრადიციულად შეგხვდებით უკვე ხვალ 8-ში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.